ვითხოვ ახსნებული მამაკაცებისთვის და გოგოებისთვის რაღაცა სივრცე აშენდეს, რომ შეძლონ თავისუფლად ბიუჯეტურად დაიკმაყოფილონ სურვილები. ანუ ეხლა ვარ გაგუას კლინიკის პარკინგზე, იმიტომ რომ 1 საათი არის ჩემს ანალიზამდე და იქ დგომას გადავწყვიტე მანქანაში მჯდარიყავი. ტელეფონზე საუბრობდი, როცა ჩემს წინ დააპარკინგა ვიღაცა ბიჭმა მანქანა BMW და ნუ არ მიმიქცევი, რა თქმა უნდა, ყურადღებას საუბრობდი. და საუბარში იქეთ-აქეთ ვიყურები და წინ დავაკვირდი, ეს მანქანა მოძრაობს. თან სერიოზულად მოძრაობს, გაჩერებული მანქანა. და მიხვდებით ალბათ რა მოძრაობას გულისხმობ. ჯერ ვიფიქრე, რაღა თავბრ ხوار დამესხ რა ხდება, შვიდობა ხომ აქვს თქო. კარგად დავაკვირდი, აშკარად მოძრაობს. გადავწყვიტე გადამეღო ვიდეო. როცა დავიწყე გადაღება, გაჩერდა. მე ისევ ამოძრავდა. მე უკვე დავინტერესდი აფთიქი. გავიერ გამოვიარე, იქნებ წინზის ვიღაცა და რაღაცას აკეთებს, რა ვიცი. არა, წინ არავინ არ იჯდა და მე უკვე მივხვდი, მაგრამ ანუ სამლარიანი პარკინგია ეს და შეგიძლია მთელი დღე გყავდეს მანქანა გაჩერებული. მაგრამ შედალო ცვილო. მილიონ მანქანაში ამ საქმის მოგვარება კი არა გასაკვირი, მაგრამ არსებობს მილიონი ადგილი, სადაც არავინ არ შეგიშლეთ ხელს, ხო? Რაღაც სამშობიაროს პარკინგზე ბარემაქ ვართ და უცებ და მე ავალ წევით, ანუ შვიდობა ხო გაქვთ. მინდოდა, მართლა მინდოდა გულახდილად მისვლა და მე თქვა, რომ ანუ უხერხულია აქ ამის გაკეთება. მაგრამ თავი შევიკავე. უბრალოდ ვერ მოვასწარი, როცა გადავწყვიტე უკვე და მოვიკრიბე იმის ეს გამბედაობა, რომ მისულიყავი, შეჩერდნენ. ამიტომ თუ მიყურებს ეს წყვილი მე ხა ვიდეოს ერთი დღით გასაჩუქრებთ ბაკურიანში, უნდა გაგიშვათ ერთი დღით და რამდენი მთელი დღეთენით რისი გაკეთებაც გინდოდათ კომფორტულად მაინც იქნებით. გინდოდათ რატო? კი გავაკეთეთ.